მოგესალმებით. გუშინ რუსეთის დუმამ რუსეთსა და ჩვენს ქვეყანაში მის საოკუპაციო რეჟიმთან ცხინვალის რეგიონში სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე რეგიონის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ განამტკიცოს საკუთარი დამოუკიდებლობა რუსეთისგან და დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ თმობს ყველა ეროვნულ ინტერესს, არის საქართველო და მისი დღევანდელი მმართველი რეჟიმი. მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ გაფორმდა გუშინ მოსკოვში, ამის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითია. 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ და გუშინ რატიფიცირებულ ხელშეკრულებას დღემდე არ გამოეხმაურა საქართველოს დღევანდელი მმართველი რეჟიმი და მას არც ერთი განცხადება ამ ფაქტზე არ გაუკეთებია. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ოკუპაციას, რომლებიც ითხოვენ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას, აპატიმრებს ტროტუარზე დგომისთვის, ხელისუფლება, რომელიც არბევს საკუთარ ხალხს იმისთვის, რომ მათ აირჩიეს საქართველოს მომავალი ევროპაში, დუმს, როდესაც მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ღია ანექსიის პროცესი. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ დღეს ეს დუმილი არის რეალურად თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე და შესაბამისად შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დუმარე მხარდაჭერით. არანაკლებ საგანგაშოა, რომ განსხვავებით ყველა სხვა შემთხვევებისგან გასული წლების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი რეაგირება ანექსიის ამ მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ სწორედ ჩვენი პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს და რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა საერთაშორისო იზოლაციაში. მე მივმართავ დღეს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს და მოვითხოვ. გამოაქვეყნეთ, რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებზე და წარმომადგენლობებზე. მე მაინტერესებს ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ მოხდეს რაიმე სახის რეაგირება დასავლეთის ქვეყნებისგან, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან და შესაბამისი ორგანიზაციებისგან ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით და მეტიც შეკითხვა მაქვს საერთოდ ვინ დარჩა დღეს საქართველოს მოკავშირედ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ ჯერზე ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მე მინდა ცალსახად თქვა, რომ მსგავსი დიპლომატიური მოქმედების განხორციელებისგან თავშეკავება მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და თუ ვინმე საინტერესებს მართლაც როგორ გამოიყურება სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული საბოტაჟი, მე მიმაჩნია, რომ დღეს საკუთარი უმოქმედობით ეს რეჟიმი ეწევა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საბოტაჟს და ხელს უწყობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. ამაზე ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს შესაბამისი პოლიტიკური და როდესაც ამისი დრო მოვა, აუცილებლად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.